ხო, ძალიან რთული პროცესია რა. რავი რა მოხდა. კიდე რო არ დაგჭა. გაუშვებ ხელს. ტაქტიკური ხარდამავის ხელთათმანებს დავიწყებ ინდივიდზე და პროგრამას. ინდივიდს აღმოჩნდება არალეგალური იარაღი და ყვევები ჩამოართვა ყველაფერს. კარგი პატიცამლო პასპორტი რომელიც ჯიბეში გაქვთ. გვერდითა. ეს როგორი იბოხებს მას ჩვენი ბიჭი? ვერ გავიგე თავიდან მითხარა. მე მგონი ორივე იბოხებს. 2 წუთი გიხო თავიდან. თავიდან პატიცამლო. ქეშელაშვილი მას კენი პოლიგრაფი. ჩაახველე ცოტა თუ შეიძლება და ხმამა. გეჩქარება. უკანა მარჯვენაო. უკანა მარჯვენა ჯიბიდან ავაგრაფენდა პასპორტს გადავხედავ. ალეკო მარტა. ქეშელაშვილი პოლიგრაფი გაამზადე. მაცალი დედა მოტყუნული რა აი ხო ხელბორკია. რა პეჭერ წერ ბიჭო. გაიხადე რაც გაცვლა. იმას ხნა დამეწერა შემთხვევით თავიდან დაუწერა. გაიხადე ბატონო აქ სკამთან დადექით და გაგაცნოთ პოლიგრაფის წესებს. თქვენ დაგასვათ 5 ოფიციალური, 5 არაოფიციალური შეკითხვა, არაოფიციალურებს, როდესაც დაგისვენთ თავად კონკრეტებს. და ჩემგან მოტრიალდე 2 წუთი. დი ბატონო თან მისმინეთ. სათვალე მოიხსნა ჩემგან მოტრიალდე. პეიჯს გაეცანით ჩემსასთან, შენს გააცანი ქეშელაშვილი ექს უნდა გვავიწყდა. ჩემ ყალეთ უნდა ამ ჩემ პეიჯი. არ წავროდგინო მაშინ და გააჯვა ვაქედან ჩვენგან. გაჯვანზე თუ მიდია საქმე. რა ოფიციალურ კითხვებს დავასახელებთ, რომელიც იქნება და ზუსტი პასუხები დაწვლებთ უნდა გავცეთ და ოფიციალურებზე კი ან არა უნდა თქვათ, მაგრამ არა უნდა თქვათ, თქვენთვის უფრო კაი იქნება. კარგით, მოდი დავიწყოთ. დაგესვათ პირველ ოფიციალურ შეკითხვას. იმყოფებით თუ არა რაიმე კრიმინალურ ორგანიზაციაში? ვიდეო კატე გადაიღე. სიცრუე წარმატებულად რა საკეთებ? ქეშელაშვილი ბაქარა ხარ? და სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა, ბატონო, ეხა მე პირველი არაოფიციალური კითხვა მითხრათ ამ ორგანიზაციის სრული სახელი. მარაბუნდა გრანდი. კარგით, მეორე ოფიციალური შეკითხვა, იცით თუ არა სად მდებარეობს ამ დაჯგუფების შეკრების ადგილი? ეგრეთ წოდებული ბაზა. არა. სიცრუე მეორეჯერაც წარმატებულად აღმოჩნდა. პატიცამლო რო გამაგიდაზე დევს და თუ შეიძლება გარკვევით მოგვითხრათ სად მდებარეობს მარაბუნდა გრანდეს რესპი ეგრეთ წოდება. გამაცალეთ რომ ჭირდება გადავხიდე რუკას, ხო? კი, გადახედეთ. ანუ დაი ბლოკნოტს მოგცემ ეხა და ჩაწერე მან სადაც არის ქუჩის სახელი. ელბურო ჰეიტსი. და მიდი რა მიეცი რა ბლოკნოტი. დაუწერე. ნიშნულია ლურჯი თავის კალო. კი, კარგი არის. ეხა ბლოკნოტზე ჩამოგვიწერეთ კალამს და ბლოკნოტს მოგცემ და ჩამოგვიდისა დაგვიწერე მისის ის რა ადგილსამყოფელი, ანუ ქუჩის სახელი. ბლოკნოტი და მაგიდაზე დევს უკვე ბლოკნოტი და კალამი აბა აიღეთ. ეხლა მე მარცხენა ვარ და გამსხვილი კალამი ეს რა. გამოვართ კალამი და ბლოკნოტი რო დაწერს. კაი იყოს, კიდე დასაწერი აქვს რაღაცები, კაი იყოს. ვერ გავიგეთ. ვერ გავიგე? ფურცლები დაჯგუფებია. არა, არის პატიცამლო ახალი ბლოკნოტი მოგეცით სპეციალურად. სრულიად ახალი. სახელმწიფო აფინანსებს ამ ყველაფერს. კარგით. ბატონო, თუ მალე დაწერთ და ყველაფერს მალე იზავთ, ჩვენც მალე გაგიშვებთ. კი ბატონო, კარგით. მაშინ დაგისვათ ეხა მესამე ოფიციალურ შეკითხვა, საწარმოებს თუ არა ეზაჩქვება ტყვია წამალს. ასაფიქრია კომპიუტერზე და ფიქრობ. სიცრუე მესამედაც წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო და მაშინ მესამე არაოფიციალურ შეკითხებით ვაჭრობს თუ არა ეზაჩქვება ტყვია წამლით და იარაღით. როგორი ტყვია წამლით? თუ ვაჭრობს და როგორი ტყვია წამლით ვაჭრობს ეს თქვენი დაჯგუფება მარაბუნდა გრანდე. ორი წამი როგორზე უკვე გაიგე პასუხი. ავტომატური იარაღით ვაჭრობს თუ ავტომატური იარაღით ვაჭრობს თუ როგორი სახის იარაღით? როგორც ვერ მახსოვს
ავტომატი შოტგანი და რევოლვერი. კი ბატონო, კარგით. მაშინ მეთოზე. დაგესვათ მეოთხე ოფიციალურ შეკითხვას. გაქვთ თუ არა ინფორმაცია დაჯგუფების მეთაურზე? სახელგვარი თუ იცით? არანაირი საერთოდ. სიცრუე წარმატებულად აღმოჩნდა ბატონო, ძალიან ბევრს გვატყუებთ და მაშინ მეოთხე არაოფიციალური შეკითხვა არის ესე, მეთაურის სახელი და გვარი გითხარით და ასევე ბლოკნოტსაც მოგწერთ და ჩაწერეთ. ბლოკნოტი წინ კიდევ პატივცემულო არ წამიღია და თუ კი, ბატონო. შეიძლება დაწერეთ მოთ. ჩამოწერეთ მანდ თქვენი მეთაურის სახელი და გვარი. და მე უნდა ვკითხოთ ფორმა, ხო? კალამი გამომიცვალე რა. აი ორი წამი უჯრიდან ამოვიღებ. ამან ხო დაგვტანჯა ვინ არის? წვრილი. ამოვიღებ წვრილ კალამს თქო დაწერე რა. რა არის შავი მელიანი კალამი. შენ მომეცი? ჯერ დაგიდოს მაგიდას. ოი ჯერ უნდა გავტესტო აი კალამი ხდება ბრაგი ამშობს. გეყოფათ ბატონო, ყველაზე წვრილი კალამი რაც გქონდა ბიუროში მოგეცით, მაგაზე წვრილი არ გვაქვს. ბოლო გვერდზე გადავშობ დამჟღავნე იქება არც ეს. წერს დავტესტე და წერს ვატეს. აი სუპერია. კი ბატონო, დაგვიწერეთ აბა. ორი წუთი მასალე რა ხო გინდა ყველაფერი სწორად ესე ზუსტად საკეთები. თავისთავად არ არის პრობლემა. მოვაჩქენეთ. ითხრა ახლა ფორმას. დაწერო დაწერა? დაწერ. კი ბატონო. კი. კარგით, მეხუთე ოფიციალური შეკითხვა. იცით თუ არა, ანუ გამოირჩევიან თუ არა უბრალოდ თქვენი დაჯგუფებაში მყოფი პირები, ვინმე სხვისგან, ჩვეულებრივი ყოფი ადამიანისგან. ფორმას ატარებენ რამეს ანუ თქო. ფორმა, რამე დრეს კოდი გაქვთ? ანუ აზრიო ჩამომიყალიბოთ ესიერად. განსხვავებული ფორმა გაცვიათ, სხვები, ანუ გაქვთ თუ არა დრეს კოდი განსხვავებული. ფერით თუ გამოირჩევით. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება. ხო და ფერით თუ გამოირჩევა თქვენი დაჯგუფება კრიმინალური. რაიმე ფერით. ოფიციალური შეკითხვა, არაო. კი ბატონო, ეს სიცრუე ნაღმდილად არ აღმოჩნდა და არ გამოირჩევით არაფრისგან. კარგით. მოდი ჩაიცვით მაშინ და ჩაიცვით პატივცემულო თუ შეიძლება. კატეგორია კამიდან ამოიღებ ხელბორკილებს, გავამზადებ. ფეხსმელით ჩაიცვით თუ გაქვთ ბატონო? იღავი არ გააკეთე. ჩავკიდებ ხელს და ჩავკიდებ ხელს, აღვან ჩემი მივარ.